თბილისის ცენტრში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. გელა უძილაურს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გარდა მისი თანხმლები პირის მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ადვოკატი უძილაურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურორი კი მიუთითებდა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ასევე ილაპარაკა იმაზე, რომ უძილაურმა გადამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი. რა მოტივი ჰქონდა ჭავჭავაძის გამზირზე ჩადენილ დანაშაულს, აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული უძილაური. შემდეგ სხდომებზე უნდა გახდეს ცნობილი, ლევან ჯანგველაძე მოკლეს, როდესაც თბილისში რამდენიმე დღით დაკრძალვაზე იყო ჩამოსული. ნიკა საჯაია მოგვიყვება სასამართლოს სხდომის დეტალებს, ის პირდაპირ ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოდან გვერდება. რა მოტივით მოკლა გელა უძილაურმა ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხი ამ დრომდე გამოძიებასაც არ გააჩინა. როგორც საქმის პროკურორმა ისაუბრა, ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად გამოძიებლები მუშაობენ სწორედ ამ ვერსიებს განიხილავენ. ახლა რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მიზანი დღეს სასამართლო პროცესზე თავად გელა უძილაური ბრალდებული 40 წუთის განმავლობაში ისმენდა საკმაოდ მოცულობით სიტყვა საქმის პროკურორის, მას არც რეპლიკა ქონია და არც დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დაუფიქსირებია მისი აზრი. ერთის მხრივ საქართველოს პროკურატურა ედავება გელა უძილაურს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, ასევე მის მიმძღოლის გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობას და როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, 14 ჯერ გაისროლა ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე, რითაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი შეუქმნა სხვა ადამიანებს, მათ შორის გამრავლებს და მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ობიექტში მყოფ ადამიანებსაც. ამავდროულად ის აცხადებს, რომ საკმაოდ მძიმეა დანაშაული, არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულების განადგურების საქმე. როგორც პროკურორი ამბობს, ამავე საქმეშიც გამოჩნდა, რომ გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღი, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და ფიქრობს, რომ ის სწორედ ბრალდებულმა გაანადგურა, ისევე როგორც ამბობს, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზემოქმედებისა. რაც შეეხება ვერსიებს, რომელზეც საჯარო სივრცეში მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, ვეცადეთ თავად პროკურორთანაც გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, მათ შორის მუშაობს თუ არა გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე, რაზეც გამომძიებელი ამბობს, რომ ყველა საკითხს განიხილავს ახლა გამოძიება. ისევე როგორც გამოძიება შეისწავლის უძილაურის მობილურ ტელეფონს, ვინაიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ის გარკვეულ მოქმედებას ასრულებს მობილურ ტელეფონზე და არის ვარაუდი, რომ სწორედ ამის მეშვეობით იღებს ინფორმაციას ჯანგველაძე ზუსტად როდის გამოდის იმ საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ახლობლის პანეშვიძე იმყოფებოდა. ასევე პროკურორი ამბობს, რომ ამ დროისთვის არ ფიგურირებს საქმეში ეგრეთ წოდებული სილიკონის მასკა, ვინაიდან ამაზეც იყო საუბარი და აცხადებს, რომ ყველა სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, მათ შორის სათვალთვალო კამერის ჩანაწერების სრული შესწავლა. სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულს შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და რა თქმა უნდა რელევანტური აღკვეთის ღონისძიება მის ქმედებებთან და პიროვნებასთან მიმართებაში ეს აღკვეთის ღონისძიება არის დაპატიმრებული. მას შემდეგ რაც შეკრებილი იქნა საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტული ქმედება ჩადენილი იყო წარმოდგენილი ბრალდებულის მიერ, გააქტიურდა ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აღნიშნული პიროვნება დაკავებული იქნა ქალაქ თბილისში და წარმოდგენილი იქნა შესაბამისად უკვე საგამოძიებო. რა ვითარებაში, ვისთან ერთად არსებობდა თუ არა დამხმარე ან თანამძრახველი, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ფაქტობრივად ადვოკატს არც ერთ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე არ გაუწია პასუხი. ის ერთის მხრივ ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია აქვს, მათ შორის თუმცა აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, მაგრამ მარტივ კითხვაზე, თუ კი ეს არ იყო შეკვეთილი მკვლელობა, თუ კი მას ამ დანაშაულს აბრალებენ, მაშინ რატომ არ ამბობს ამის შესახებ? ამაზე ადვოკატი ფაქტობრივად პასუხს ვერ გვცემს. ისევე როგორც პასუხს ვერ გვცემს
კითხვაზე ქონდა თუ არა წარსულში რაიმე კვეთა ბრალდებულსა და მოკლულ ბიზნესმენს ერთმანეთთან. ადვოკატი აცხადებს, რომ თავადაც ელოდებიან ახლა საქმის მასალებს, რომელსაც უკვე შემდგომ სასამართლო პროცესზე წარადგენს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორმა მხარი დაუჭერა, რა თქმა უნდა, პატიმრობას და აბსტრაქტულად დაასაბუთა ყოველივე ის საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ილაპარაკა პროკურორმა არ არსებობდა. მტკიცებულებების ნაწილში დილითაც მოგახსენეთ და პროკურორსაც არ უსაუბრია სასამართლო პროცესზე რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ის მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გვაფიქრებინებდა იმას, რომ რეალურად ჩამედაცვლის ყოფნა ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს ვერც სასამართლო, ვერც ბრალდების მხარე, მათ შორის ვერც ტელევიზია ვერ აიძულებს იმას, რომ დუმილი დაარღვეს. ვიდასტურებთ ან უარყოფთ თუ არა, რომ წარსულში მოკლულთან ქონდა რაიმე გადაკვეთა, ნაცნობობა ან რაიმე ოდესღაც საქმიანური რაიმე შემხებლობა მანამდე თუ ქონდა, ან მოკლულის ოჯახის წევრებთან რაიმე კვეთაში იყვნენ აქამდე, არა თუ დაინტერესდა. ნახეთ, მე რითი დავინტერესდი და ჩემადაცქვეშ ყოფნა რა მიპასუხა, ეს არის კონფიდენციალური. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გეკითხები. მის, მაგრამ მე როგორც ადვოკატი და მისი უფლებების დამცველი, ჩვენ შორის წარმართული დიალოგი, რაზეც არ უნდა ყოფილიყო, არის კონფიდენციალური. შესაბამისად, ანუ იცნობდა თუ არ იცნობდა? შესაბამისად, შემიძლია მხოლოდ გიპასუხოთ, რომ იყენებს დუმილის უფლებას და ამ ეტაპზე სხვა. ანუ ეს კითხვა თქვენ დასმული გაქვთ და ამაზე ინფორმაცია თქვენ გაქვთ? არა. არ დაგისვენებთ. არ დაგისვენებთ. ასეთია მხარეთა შეფასება, რაც შეეხება თავად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ გელაუძილაურს, მას როგორც გითხარით, არც დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე არ დაურღვევია დუმილის უფლება, ის ამ დრომდე ინარჩუნებს ამ უფლებას. შესაბამისად, გამოძიებაც ამბობს, რომ ეს არის ერთის მხრივ ხელისშემშლელი ფაქტორი, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა საჭირო სხვა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, მათ შორის აცხადებს, რომ სწორედ ამ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოხდა მისი იდენტიფიცირება და დადგენა იმის, რომ ადგილი ქონდა განზრახ მკვლელობას. რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. მათ შორის გამოძიებელი არც იმას გამორიცხავს, რომ დაინტერესდეს გამოძიება სხვა პირებით, ვინაიდან აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ახლა სწორედ წინ არის და აღნიშნავს, რომ უკვე შემდგომ სასამართლოს ხდომებზე მოხდება უფრო მეტად ჩაშლა აღნიშნული საკითხისა და მეტი დეტალის გარკვევა, ვინაიდან შემჭიდროებული იყო ფაქტობრივად ვადები უკვე როდესაც მოხდა აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა. იმ შემთხვევაში თუ გელაუძილაურს ბრალი დაუმტკიცდება, მას პატიმრობა 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ ემუქრება.